რადიო იმედის დილის არხის ეთერშია გადაცემა მწვანე რჩევები. ელისო ხარჩილავასთან და ქეთევან ჯანხოთელთან ერთად. მოგესალმებით, ღია ეთერში დაგიბრუნდით გადაცემით მწვანე რჩევები. როგორც ყოველთვის, ელისო ხარჩილავა შემოგვიერთა ძალიან საინტერესო თემით. მოგესალმები ელისო. მადლობა მოსვლისთვის, მადლობა ოთხშაბათისთვის და რაც შეეხება თემას, საქართველოს ნაკრძალებზე ვისაუბრებთ, ანუ ციკლს იწყებ და დღეს ძალიან მნიშვნელოვან ნაკრძალზე გავაკეთებთ აქცენტს, ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი, რომელიც არის მართლა ძალიან გამორჩეული. და ვფიქრობ, საუბარი დავიწყოთ შექმნის ისტორიით. კი ბატონო, კიდევ ერთხელ დილამშვიდობის ჩვენს მაყურებლებს და მსმენელებს. უბრალოდ ახლა მე ხელში მიკავია მონაცემები 2023 წლის. ზოგადად რამდენი ნაკრძალია საქართველოში, ხო? მონაცემები 14 სახელმწიფო ნაკრძალია. ავი თუ საინტერესო იქნება ჩამოვთვლი ამ 14-ვეს, ჩემთვისაც სიახლე იყო, მართლა არ ვიცოდი თუ ამდენი სახელმწიფო ნაკრძალი იყო ჩვენს ქვეყანაში. ხო ჩვენ ყოველთვის იმას მივსტირით, რომ პატარა ტერიტორიები გვაქვს რაღაცა, მაგრამ თურმე აღმოჩნდა, რომ 14 სახელმწიფო ნაკრძალი გვაქვს. ამის გარდა ლანდშაფტიც გვაქვს ჩვეულებრივად და ძალიან საინტერესოა, რომელსაც ნელ-ნელა ჩამოვთვლით. ესე იგი, პირველი არის სიიდან ბაბანეული სახელმწიფო ნაკრძალი, ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი, ბიჭვინთის მუსერის სახელმწიფო ნაკრძალი, ბორჯომის, ფსხუ-გუმისთის სახელმწიფო ნაკრძალი, ვაშლოვანის ნაკრძალი, თუშეთის, კინტრიშის, ლაგოდეხის, ლიახვის, მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალი, რიწის სახელმწიფო ნაკრძალი, სათაფლის სახელმწიფო ნაკრძალი და ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი. ეხლა საინტერესოა, ხო, რამდენ ნაკრძალებში ვართ ჩვენ საქართველოს მოსახლეობა ნამყოფი, ხო? ხო, ნუ ეს უკვე ინდივიდუალურია. ინდივიდუალურია, მაგრამ ძალიან საინტერესოა და დღეს ვფიქრობ, რაც შეეხება ვაშლოვანის ნაკრძალს, მე მგონი ძალიან ბევრი ვიზიტორი კი უკვე წამოვიდა კი მოთხოვნილება და ძალიან ბევრი ტურები გეგმება საერთოდ ნაკრძალების მიმართ. საინტერესოა და მიმზიდველია. და ეხლა განსაკუთრებით ძალიან ბევრი მხვდება ხოლმე ტურისტულებისგან ვაშლოვანის ნაკრძალი და ასე ვთქვათ, მეც მივეცი ჩემს საკუთარ თავს ამის უფლება და ვიყავი ვაშლოვანის ნაკრძალში და ну, რა თქმა უნდა, ეს არის უნიკალური. მე თვითონ გიდის საუბრისგანაც მოვისმინე, თვითონ იქ ნიშებიც არის, სადაც წერია ეს ისტორია. ეს ყოფილა თურმე მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური ადგილი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი მცენარეთა საფარი და პლუს მრავალფეროვანი ცხოველთა სამყარო. ამით არის უნიკალური და თვითონ ლანდშაფტი აქვს უნიკალური. კარგი, მოდი ისტორიით დავიწყოთ, კი ბატონო. ესე იგი, როგორც ეს მდებარეობს უკიდურეს აღმოსავლეთ საქართველოში, ანუ ვაშლოვანის ნაკრძალში რომ მოხვდე, დედოფლის წყაროში უნდა მოხვდე და იქიდან არის უკვე გზა. რო ვაშლოვანისკენ წახვიდე, ეს არის უკიდურესი მხარე, იქ მესაზღვრები არიან და აუცილებლად თუ ვინმე დააპირებს წასვლად, აუცილებლად თავისი პირადობა უნდა ქონდეს, წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული საზღვროსთან და ასე შემდეგ. ესე იგი, ეს მდებარეობს 200,000 ჰექტარზე. 200,000 ჰექტარზე არის ეს გადაშლილი ვაშლოვანის ნაკრძალი და ამის ისტორია იწყება 2000 წლის წინ. ესე იგი, აი დედამიწა რო ფორმდებოდა, იმ დროიდან არის თურმე კვლევებით დადგენილი ვაშლოვანის ჩამოყალიბება. და ყველაზე საინტერესო კიდევ რატომ არის იცით ეს ვაშლოვანი აი ერთ ნაწილას მიხვალ შეიძლება სრული უდაბნო იყოს. გადადიხარ იქვე მახლობლად სადღაც 100 კილომეტრში, 200 კილომეტრში სულ სხვა ლანდშაფტი იშლება. არის ხოლმე ხრიოკი, სრული უდაბნო და ყველაზე მთავარი კიდევ რით არის უნიკალური, იცით, ეს ტერიტორია გამოირჩევა საერთოდ აქ წყალი არ არის.
ამითაც გამოირჩევა ეს ვაშლოვანი. კი არის იქ სადღაც უკიდურეს ნაწილში მდინარე ალაზანი, რომელიც ჩამოდის უკვე აზერბაიჯანის საზღვართან, მაგრამ ძირითადი ნაწილი არის სულ მშრალი. თუმცა სარწყავი სისტემა არის. არა, რა სარწყავი? არა, არანაირი სარწყავი სისტემა იქ არ არსებობს. ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი, თოვლი იქნება თუ წვიმა იქნება, თუ ისე ხელოვნური. აი ზოგადად ნაკრძალებში არის სარწყავი სისტემა. არა, ნაკრძალი ეს იმიტომ არის, რომ იქ ადამიანის ჩარევა არაფრით არ შეიძლება, კანონით ისჯება. ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი, როგორი მოცემულობაც გვაქვს, ეს მოცემულობა არის რეალობაში, ნამდვილად. კი, გზები ჩვეულებრივად, აი, როგორც თუშეთის გზები არის მოწყობილი, მოხრეშილი, ხო? ტურისტებისთვისაც ეს ინფრასტრუქტურა დალაგებულია და არ არის საშიში არაფერი, მაგრამ გააჩნია სეზონურობასაც. ნახეთ. ნუ ალბათ ზამთარში რთულია. ზამთარში რთულია, როგორც ვიკითხეთ, იქ დიდი თოვლიანობით არ გამოირჩევა, მაგრამ ქარიანი ადგილია და ყინვიანი. ძირითადად ფაუნის, ეხლა ჩვენ ფლორის მხრითაც რაც გვაინტერესებს, მრავალფეროვნება, ძირითადად აქ ხდება როგორც ფოთლოვანი ხემცენარები, ასევე მარადმწვანეები. აქ არის აი საუკუნეების ხეები, რო იტყვიან. ძირითადად გამოირჩევა და ამითაც არის ცნობილი საკბევლის ხე. რომელიც აი ჩვენ შემოდგომით მოგვიწია წასვლა. მარტო იქ არის, ხო. გამოირჩევა ჩვენ შემოდგომით ვიყავით და შემოდგომა არის უნიკალური, ეს სიჭრელე თავისებურად დამახასიათებელია. ნუ რაღაცა საოცარი ფერები არის, ეს ჭრდილების გადასვლა. თვითონ მთების სტრუქტურა არის კირქვიანია, რაღაც თეთრი ფერის მთებია. აი ჩვენ ახლა მთას რო წარმოვიდგენთ რაღაცა წიწოვანი, ხემცენარებით დაფარული, ეგრე არ არის, რაღაც მისტიკაში ხარ. ანუ იქ რაღაცა ნიშა რო ვნახეთ წარწერა, ადრე შეიძლება ვარაუდობენ მეცნიერები, რომ იქ იმ დონეზე იყო წყლის საფარი და მე რეფორმირება რო დაიწყო დედამიწამ ეს წყალი ჩავიდა და თითქოს მართლაც აი წყალი დაშრა ისე შთაბეჭდილებას ტოვებს არ არის იქ ასე ვთქვათ იმ ნაწილში ხემცენარები რაღაცა მთებია დახაზული თითქოს სადღაც შემოგზაურო მიწის ქვეშ ოკეანის ქვეშ ძალიან საინტერესოა და მე გირჩევთ მართლა მისტიურია არ ხარ შენ 21 საუკუნეში იქ ხარ რაღაცა არ ვიცი რომელ საუკუნეში ყველას ასეთი ის დაგვეუფლა შინაგანად განწყობილება ყველა დადუმებული ვიყავით აი ზოგჯერ ხო არის ტურებში რომ უფრო ხმაურია ჟრიამული არა იქ ჩვენ ყველა დავდომდით და ეს ვტკბებოდით ამ საოცრებით ნუ თუ ჩვენს ქვეყანაში აი ესეთი საოცრება ასეთი ბრილიანტი არის რავი აი აუცილებლად სანახავია და ყველაზე მთავარი ნინო ბოდიში რომ გაწყვეტინებ სეზონურობაც დაიცავთ, იმიტომ რომ აქ არის ძალიან ბევრი ცხოველთა სამყაროც და რა თქმა უნდა ქვეწარმავლებიც. რომელიც აქ მთელი ბუდი არის, აი გიურს რასაც ვეძახით, ძალიან ბევრია, თურმე ძალიან ბევრი დასისინებს, ასე ვთქვათ და აი თუ ვისაც კი და აი ზუსტად მეც პანიკური შიში მაქვს მაგათ მიმართ და ეხლა ეს პერიოდი იმიტომაც ავირჩიე რომ ამ პერიოდში ესენი სადღაც ქვემოთ მიდიან ასე ვთქვათ და არ გხვდებიან მაგრამ ადრიანი გაზაფხულდა როგორც კი სითბო იწყება თუ შიში არა გაქვთ თუ ექსტრემალურია ეს ვაშლოვანის ნაკრძალის დათვალიერება არის ექსტრემი მაგრამ ქვეწარმავლობას შეხვედრა მაინც შიშის მომგვრელია. შიშის მომგვრელი. იმიტომ რომ ძალიან მრავალფეროვანია ეს ვაშლოვანის ნაკრძალი, ამათთვის არის ანუ რაღაცა უნიკალური ჯიშები და სახეობებია. წარმოავლების გარდა. აქ შეიძლება ნახოთ ქურციკები. ამათი ჯოგები ვნახეთ, აი რაღაცა ლამაზად არიან ერთად მოყუჩებული. არის კიდევ და შეამჩნიეს თურმე ის ლეოპარდი სამეფო ლეოპარდი, მაგრამ ეს რაოდენობაში რამდენი არის ჯერ არავინ არ იცის, მაგრამ შემჩნეულია იქ ნადირობა აკრძალულია. ხო, მე არ ვარ სამწუხაროდ ვაშლოვანის ნაკრძალში ნამყოფი და აუცილებლად წავალ, მაგრამ მაინც სიფრთხილეს თავი არ სკივა და
აქვე წარმავლები, კაი ლეოპარდი ახსენე ელისო და ანუ ლეოპარდთან შეხვედრა ახლა ჩვენ როგორც გვითხრეს მძღოლებმაც და მე გიდი ვინც იყო თვითონ ისინი უფრთხიან ადამიანებს ასეთი შემთხვევები არ არისო დაფიქსირებული რომ ან დათვი დაგახდეს თავზე და ან გიურზავ რომ მოგისისინოს ასე ვთქვათ არ ყოფილა ესეთი შემთხვევა ამასაც თავისი ინსტრუქციები აქვს და ყველაზე მთავარი იქ იყო აი ალაზნის ნაპირზე გაკეთებული ტურისტებისთვის გასაჩერებელი ადგილი, სადაც შენ შეგიძლია თუ ექსტრემის მოყვარული ხარ, ღამითაც დარჩე იქ. კეთილმოწყობილია, ასე ვთქვათ, მაგრამ მე პირადად იქ არ დავრჩებოდი. რა მაინტერესებს, აი თქვენ არ დარჩით, ალბათ კოცონს ანთებენ, საინტერესოა. კი, აი საინტერესოა. ისეთი კარგად არის ეს კეთილმოწყობილი თავისი წყლით, სველი წერტილებით აბსოლუტურად. რაღაცა ნადირთან შეხვედრის საშიშროება. არა, ჩოულებრივად, აი ეს მყარავი არ არის. კეთილმოწყობილია, კაპიტალურად კეთილმოწყობილია, იმისი შიში არ არის, რომ ვიღაცა შემოგივარდეს და იქ გარშემო არის კიდევ მესაზღვრები, რომლებიც ესე დაცული ხარ, ხო, აი ესე რაღაცა იმაზე არ ახარ, გათვლილი არის ყველაფერი, მაგრამ ვიზიტორი ყავს. ძალიან ბევრი ვიზიტორი გაქვს და ჩვენ შეგვხვდა, ჩვენ უკვე რომ მოვდიოდით აქეთ ცივილიზაციისკენ საღამო ბინდის პირას უკვე ხალხი იქ მიდიოდა, ანუ ესენი უკვე რჩებოდნენ იქ და ну ახლა ვისაც ეს შეუძლია კი ბატონო ალბათ საოცარი იქნება დარწმუნებული ვარ რომ საოცარი იქნება ეს ეგზოტიკა და ეს ექსტრემი ვისაც უყვარს მაგათთვის არის ეს ძალიან კარგი კი ბატონო ვინც გაბედავს ну მე ვერ გაბედავ რა თქმა უნდა ისე ფლორას რომ დავუბრუნდეთ დიახ აი აქ მოვინიშნე ღვიები ხო ძალიან საინტერესო და ლამაზი სანახაობა იქნება ენდემური ღვიები კი როგორ არის იცით აი ფოთლოვან ხეებთან სიჭრელები რო არის შემოდგომის ფერები და ეს ღვიები საუკუნეების ღვიები აი ხა ულამაზესი ხო აი ხო კიდევ რა მინდოდა რა შევამჩნე დიდი მოზრდილი ხეები აი ჩვენ 3 მეტრზე მეტი დიდი ხეები იქ არ არის ეს თუნდაც საკმევლის ხეები ბროწეულები შეხვდა ძალიან ბევრი და ამ ფოთლოვანებთან ეს ღვიების კორომები იყო რაღაცა ძალიან საოცარი სანახაობა ტუიების სანახაობა იყო კი ოღონდ იქაური ადგილობრივი აი უფრო საბორდიურე ტუიები ასე ვთქვათ ველური ტუიები უფრო შეიძლება რომ ვთქვათ ბროწეულებიზე ვისაუბრეთ ბუჩქ ბალახები აქ ავშანი მაგრამ მე არ ვიცი რომელია ეს მცენარე როგორც აი ჩამონათვალში წერია ფოთლოვანი არის ეს მცენარე ყარღანი ანუ ეს მცენარეები არის ჩვენი ადგილობრივი ენდემური მცენარეები რომლებიც ქმნიან ამ ლანდშაფტს კიდევ რამ შემიძლია იქ რომ ვთქვა კენკროვანების მრავალფეროვანი წარმოდგენილი და ერთ ადგილას სადაც აი გადასახედებია იქ ძალიან ბევრი ტურისტებისთვის გასაკეთებელი გაკეთებული სადაც შეგიძლია რომ მიხვიდე და დაათვალიერო ეს გარშემო ეხლა როცა მანქანით მოგზავრობ კიდევ სხვა ეფექტია მაგრამ როცა ეს გადასახედებია სპეციალურად კეთილმოწყობილი აი ხო გეუბნებით აი თითქმის ყველა ვყიროდით რომ გვიყვარ ხარ საქართველოს და გვეამაყება რომ საქართველოს შვილები ვართ ფანტასტიკური, მართლა ფანტასტიკურია. ერთ ადგილას იყო იუკების კორომი, რაღაცა ძალიან დიდ ტერიტორიაზე და მე ჩვენ უცებ წარმოვიდგინეთ, ეხლა არ ყვავილობე. აქ ჩვენთან უკვე თბილისში ჯერჯერობით აქვთ ეს ყვავილობა, მაგრამ იქ რადგან უფრო ცივი კლიმატური პირობებია, უკვე გადაიყვავილეს და ყველამ ვთქვით, ვაიმე, აქ რა საინტერესო იქნება იმ დროს მოსვლა, როცა იუკები ყვავილობენ. ანუ სადღაც მაისი, ივნისის თვეში, მაგრამ იმ მაისი-ივნისის თვეში უკვე ეს გიურზებიც გამოდიან ასე ვთქვათ სცენაზე და მაგრამ ნუ რაღაცა საოცარი სილამაზე იმიტომ რომ ეს გიურზა შხამიანია კი შხამიანია კი ხო იმასაც თურმე თავისი წესები ყოფილა რომ ხო კი რაღაცა პერიოდის შემდეგ ნუ რაღაცა ინსტრუქციას გაძლევენ და თან მესაზღვრები არიან თითქმის ყველგან ასე ვთქვათ რომლებიც შეიარაღებულები არიან ამ შრატებით თუ რაცა პირველი დახმარების საშუალებებით და
ნუ რა ვიცი საოცრება, მისტიკა, სადღაც პირველ საუკუნეში კი არა და უფრო იქით ხარ და ცისილამაზე, არ ვიცი, ყველაფერი ერთად არის. და არც აი ბოდიში კიდევ რომ გაწყვეტინებ, ხო? აი ესეთ უშველებელ ტერიტორიაზე რომ ამხელა რაღაცა საოცრება რო გვიკვირს, აი მიდიხარ, ისე მართლა როგორც გიდმა გვითხრა ჩვენ, ამ ტურზე საერთოდ უკეთესი არისო ორდღიანი ტური დაიგეგმოს. ანუ ერთი დღე დარჩენი, ბევრი იქ არის ელდარის დაბლობები, არის ფიჭუნარი, ჩვენი ენდემური ფიჭი, აი ელდარის ფიჭს რასაც ეძახია, არის კიდევ შირაქის ველები და იმდენი რამეა იქ სანახავი, რომ ერთ დღეში მართლა რთული არ არის. ამიტომაც რჩებიან, ხო და ნუ რა ვიცი, ვისაც შეუძლია, კი ბატონო, ამაზე რატომაც არა. ზოგადად მსოფლიოში ძალიან ბევრი ნაკრძალია. ბევრი ნაკრძალია, რა თქმა უნდა. ხო და ნუ აი, როდესაც საქართველოს ნაკრძალებზე ვსაუბრობთ, თან თქვენ დასაწყისში ახსენეთ, რომ 14 ნაკრძალია, ხო? საქართველოში, ანუ ვაშლოვანის ნაკრძალი გამორჩეული და მაინც აი ჩვენი ნაკრძალებისთვის რა არის ის სპეციფიური, რომელიც განასხვავებს მსოფლიოს ნაკრძალებისგან, იმიტომ რომ ჩვენ ვამაყობთ, ხო? კი, ვამაყობთ. ენდემი, აუცილებლად ენდემი და აი ნახეთ, თუნდაც ამ ვაშლოვანზე შეიძლება მე არ ვიცი ახლა მსოფლიოს ნაკრძალებში როგორ ხდება, მაგრამ აქ ამ კონკრეტულად ამ ვაშლოვანის ნაკრძალზე არის თითქოს ერთფეროვანია ამ ხელა ტერიტორიაზე, მაგრამ აბსოლუტურად განსხვავდება ყველა ერთმანეთისაგან. შეიძლება ხრიოკი უდაბნოსგან უცებ ტყეში აღმოჩნდე. ტყიდან შეიძლება ნახევარ უდაბნოში აღმოჩნდე. ველებიდან უცებ მთაგორიან ადგილას აღმოჩნდე და ეს ისეთი მკვეთრია და ისეთი სხვაობა და ცვლილებებია სულ მოკლე მანძილებზე, რომ აი ზუსტად ეს არის ეს უნიკალურობა. ზუსტად ეს არის უნიკალურობა და მცენარეთა მრავალფეროვნება. აქ ამ ადგილას იმდენი სახეობის მცენარეებია თურმე თავმოყრილი ერთად, აი რაღაცა კოლექცია თითქოს ვიღაცამ სპეციალურად მოაგროვა და დათეს ამ ადგილას და პლუს ცხოველების საზოგადოებაც ასე შეიძლება იმდენაირია ერთად თავმოყრილი, რომ აი ყველა აღრიცხულია რა. ყველა აღრიცხულია, აი ეს ხდის ზუსტად ვაშლოვანს განსაკუთრებულს და უნიკალურს. კი, ნამდვილად ეგრე არის. მე მგონი ესე სრულფასოვანი ინფორმაცია მივაწოდეთ ჩვენს მშენელს და მაყურებელს, ძალიან საინტერესო იყო. და უკვე შემდეგ სტუმრობაზე გავაგრძელებთ, იმიტომ რომ მე თვითონაც ძალიან მომეწონა და აღფრთოვანებული დავრჩი. კი ბატონო, ანუ ვისაც აქვს ინფორმაცია ხომ ძალიან კარგი და ვისაც არა, ბევრ რამეს გაიგებთ ამ გადაცემაში ჩვენი თანაწამყვანისგან, ელისო ხარჩილავასგან, კონკრეტულად საქართველოში არსებულ ნაკრძალების შესახებ ეს ციკლი დავიწყეთ და გავაგრძელებთ. კი, აუცილებლად და სანამ კარგი ამინდებია, ზუსტად ეხლა არის კარგი სეზონი. აი ეს ვისაც ჩვენსავით ეშინიათ, აი ცოტა ექსტრემი, ისარგებლეთ ამ კარგი ამინდებით და აუცილებლად დაათვალიერეთ ეს უნიკალური ადგილი. ძალიან დიდი მადლობა. თქვენ მადლობა. ეს იყო გადაცემა მწვანერჩევები ელისო ხარჩილავასთან ერთად. ჩვენ ვისაუბრეთ ვაშლოვანის ნაკრძალზე. რადიო ემედის სტილის არხი აგრძელებს მაუწყებლობას. მე მალე დაგიბრუნდებით.